ჩემი ხედვა შემიძლია გითხრათ რა არის ასე ვთქვათ გამარჯვებისკენ მიმავალი გზა. მეტი ერთიანობა, მეტი პროტესტი, მეტი სანქციები. მე ასე უყურებ გამარჯვებისკენ მიმავალ გზას. მეტ ერთიანობაში გულისხმობ პოლიტიკურ საზოგადოებრივ ერთიანობას, რომელიც უნდა იყოს ფართომასშტაბიანი მოძრაობის ტიპის, რომელმაც მონოლითური წინააღმდეგობის ფრონტი უნდა შექმნას საბოლოო ჯამში. მე გულისხმობ ყველა პოლიტიკური პარტიის, იმ საზოგადოებრივი ჯგუფების, რომლებიც ახლა აქტიურები არიან, მათ გაერთიანებას, მათ შორის უფრო მეტად მჭიდროდ ორგანიზაციული თვალსაზრისითაც კი, რომელიც უნდა იყოს მთავარი საყრდენი ამ წინააღმდეგობის, რომელიც უნდა გაგრძელდეს აუცილებლად მომავალ წელს. მეტ პროტესტში გულისხმობ, რომ პროტესტი გარდა ქუჩის პროტესტისა უნდა მოედოს აუცილებლად სხვადასხვა მიმართულებებს, როგორიც არის თქვათ წინააღმდეგობა გაფიცვების სახით, წინააღმდეგობა სხვადასხვა ტიპის დაუმორჩილებლობების სახით, წინააღმდეგობა სისტემისადმი არათანამშრომლობის გზით, რომელიც უნდა განვითარდეს. მეტ სანქციებში გულისხმობ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციების გაფართოვება, მეტი ადამიანი, ვინც დამნაშავეა ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში, მათ სანქცირებაზე მუშაობა საერთაშორისო ასპარეზზე, აქვე გულისხმობ, რა თქმა უნდა, არაღიარების პოლიტიკიდან უკვე პირდაპირ ღიად, ასე ვთქვათ, არათანამშრომლობის პროცესში გადასვლას საერთაშორისო საზოგადოების დღეს არსებულ თვითმარქვია რეჟიმთან და თვითმარქვია, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ დაჯგუფებასთან, რომელიც თავის თავს საქართველოს ხელისუფლებას უწოდებს, ანუ საერთაშორისო ასპარეზზე ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს ამ კუთხით. ყველაზე დიდ მნიშვნელობას აქ მე ცალსახად მივანიჭებდი მეტ ერთიანობას, ხო? აი მართლა თქვენ გადაცემაშიც მინდა გავშალო, მე ესე უყურებ, რომ პოლიტიკურ პარტიებს გულისხმობთ აქ ხო? არა მხოლოდ მე გულისხმობ ყველა პოლიტიკურ პარტიას, მე გულისხმობ საზოგადოებრივ ჯგუფებს, მე გულისხმობ ყველა, ასე ვთქვათ, იმ აქტიურ ადამიანს, რომელიც უნდა ჩაერთოს აი ამ საერთო ეროვნულ მოძრაობაში, ხო? აი პროტესტში ჩართულია, საერთო მოძრაობაში რაღაც ერთიანი ცენტრის შექმნას გულისხმობ? კი, მე ვფიქრობ, რომ აუცილებელია ამ ცენტრი ერთიანი პლატფორმა, ერთიანი მოძრაობა, რაც გინდათ ის დავარქვათ, მაგრამ მთავარია, რომ ეს უნდა ჩამოყალიბდეს, იმიტომ რომ ერთი მხრივ არის გამოცდილება, კონტაქტები, რომელიც არის პოლიტიკურ პარტიებში, მეორე მხრივ არის სურვილი მეტი სიახლის ნახვის, ხო, პოლიტიკურ პროცესშიც თავისთავად და თავიდან ბოლომდე ეს ყველაფერი პოლიტიკური პროცესია, არაფერი სხვა, რაც არ უნდა ვეძახოთ ამას. აქტორები არიან განსხვავებულად უცნობი ადამიანები ხშირად, აი სიახლეა ქართული პოლიტიკური პროცესისთვის, არიან ოპოზიციური პარტიის ლიდერები, ბადრი ჯაფარიძემაც აღნიშნა, რომ დაპატიმრებულებიც არიან, ნაცემებიც არიან, ნახეთ ჩვენ სხვა, მაგრამ თვითონ პროცესის თავი, რომელსაც ეძებდა ივანიშვილი, ვერ იპოვა, იმიტომ რომ ამ პროცესს ბევრი თავი ყავს, ყველა ადამიანის საკუთარი თავის თავია. მოდით ესე ვთქვათ, რომ ჩვენ ბევრ ამას უნდა ველოდეთ კიდე კუთხეში მიყენებული რეჟიმისგან, ხო, ის ფიზიკურ თავდასხმებზე, ანგარიშწორებებზე უარს არ ამბობს, უპრეცედენტო რაოდენობის პოლიტიკური პატიმრებით ხვდებით ახალ წელს, ხო? დაახლოებით ჯამში რომ დავთვალოთ 40-45 ადამიანია პოლიტიკური პატიმარი დღეს საქართველოში. ხა ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით, ვთქვათ, ჩვენს მეზობელ ქვეყნებზე იქნება თუ სხვა ქვეყნებზე არ არსებობს ჩვენს კონტინენტზე სხვა ქვეყანა, რომელსაც ამდენი პოლიტპატიმარი ყავს. ახლა რუსეთში ნამდვილად არ დამითვლია პირდაპირ გეტყვით, იმიტომ რომ იქ აბსოლუტურად სხვა ვითარებაა, ხო? მე გეუბნებით იმ ქვეყნებს, რომელიც მეტნაკლებად გახსნილი ქვეყნებია, ასე ვიტყოდი, დემოკრატიულსაც არ ვიტყოდი, უფრო გახსნილი ქვეყნებია, იქ ამდენი პატიმრობა, ასე ვთქვათ, პოლიტიკური პატიმარი არ არის. დღეს პოლიტიკური პატიმრები არიან ახალგაზრდები, მსახიობები, ექიმები, პედაგოგები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, აღარაფერს ვამბობ, პოლიტიკოსები აქ მიჩვეული ვართ, იმიტომ რომ ეს ბოლო 12 წელია პოლიტიკოსების პოლიტიკური პატიმრობა არავის უკვირს საქართველოში და ესეც სამწუხარო პრაქტიკაა, ხო? მაგრამ თავარი ხა არის, რომ პოლიტიკური პატიმრების დახსნის, საბოლოო ჯამში თუნდაც ახალ არჩევნებამდე მისვლის, თლიანად, ასე ვთქვათ, ცვლილებების, იმ ფუნდამენტური ცვლილებების, რაც საქართველოს ჭირდება, ამისი გზა არის დიდ ერთიანობაში. ამის გარეშე ეს შეუძლებელია. კიდევ ერთხელ ხას
უსვავ, რომ ამ ერთიანობაში მე ვგულისხმობ როგორც პოლიტიკური პარტიების, ასევე საზოგადოებრივი ჯგუფების, ასევე ასე ვთქვათ, ცალკეული ადამიანების ყველას თავისი როლი უნდა ჰქონდეს, იმიტომ რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა. მე მასთან მისაუბრია კიდეც აბსოლუტურად ღიად, რომ მე ვფიქრობ, რომ მას აქვს ის როლი და ფუნქცია, რომ ამ გამაერთიანებელის როლი ითამაშოს, ხო? მას ეს შეუძლია ხა ღიად ვიტყვი იმასაც, რომ მე რომ მქონდეს ეს შესაძლებლობა, მე ერთი წამით არ დავფიქრდებოდი და უკან არ დავიხევდი, მაგრამ დღეს მას აქვს ეს როლი, მას აქვს ეს შესაძლებლობა, რომ ეს გამაერთიანებლის, ასე ვთქვათ, ფუნქცია ვითაოს. მე იმ შეხვედრებზეც, რომელიც მქონია ჩემ კოლეგებთან, საზოგადოებრივ ჯგუფებთან, ვისაც გინდათ, ვისთანაც მისაუბრია, ყველა მიცის ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით, რომ აქ წაშლილია ეხა კონკრეტული პარტიული ზღვარი, ეხა მაინც და მაინც რა პარტია ქვია ჩემსას ან სხვისას, ამას მნიშვნელობა არ აქვს. აქ ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმას, დიდი ეროვნული ერთობაა საჭირო და რატო? იმიტომ რომ ჩვენ ვებძვით ავტორიტარულ რეჟიმს. აი მოდით ავიღოთ სცენარი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მივალთ აუცილებლად ახალ არჩევნებამდე. იმიტომ რომ ნელ-ნელა უფრო და უფრო მძიმე ხდება ყოველდღიური, ასე ვთქვათ, მოქმედება ამ თვითმარქვია რეჟიმის, ხო? მივალთ იმიტომ, რომ ამის რამდენიმე განმაპირობებელია პროტესტი, რომელიც არ წყდება, კი ბატონო, თუნდაც სანქციები, რომელიც არის, ის უმძიმესი ფინანსური, ასე ვთქვათ, დარტყმა, რომელიც მათ ჯერ პერსონალურად ექნება, მაგრამ სამწუხაროდ ეს ფინანსური დარტყმა აისახება საქართველოს ეკონომიკაზეც. ის ადამიანები, რომლებიც დღეს არიან დეზინფორმაციის მსხვერპლი, ანუ აი მონუსხულ ვითარებაში ამყოფებენ, მათაც გაეხილელება თვალი და დაინახავენ, რომ პირობითად ის 10 მილიარდი მაგალითად პროექტები ლარის, რომელიც ახლა მიმდინარეობს ევროპულ-ამერიკული დაფინანსებით საქართველოში, ეს ამ პროექტების შეჩერება, შეფერხება, ხომ? გამოიწვევს ძალიან სერიოზულ ეკონომიკურ დარტყმას და ეს დაარტყავს თითოეულ ოჯახს, დაარტყავს თითოეულ ადამიანს. რაც უფრო სწრაფად ჩვენ მივალთ ახალ არჩევნებამდე, მით უფრო ნაკლები იქნება ზიანი, რომელსაც საქართველოს მიიღებს და თითოეული მოქალაქე მიიღებს ამ შემთხვევაში, ხო? არ აპირებს ივანიშვილი ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ახალი არჩევნების დანიშვნას, უფრო მეტიც აგერ 24 საათი არ იყო მათ მიერ დანიშნული ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი და აღმოჩნდა რომ 20-მდე კანონი წაუკითხავს, გაუაზრებია, ხელი მოუწერია, ყველას აქვს ერთი გამაერთიანებელი, ეს კანონები ექსპერტთა შეფასებით არის რეპრესიული, მიმართული, რომ ქუჩაში მყოფი ადამიანი დააშინოს, რამენერად სახლში შეიყვანოს. იქნება ეს ნიღბის ტარებიდან, პრევენციული დაკავებიდან დაწყებული, თუ საჯარო სამსახურიდან მარტივად გათავისუფლების შემთხვევაში, ჯარიმების გასამაგება და ხშირად გაოთხმაგება და პატიმრობა და მოკლედ დაშინების მთელი ჯაჭვი, რომელიც მოიფიქრა. მე ვფიქრობ, რომ კრემლის სახელმძღვანელოდან გადმოწერა. არა, ეს ერთ-ერთია, სხვა შორის იცოდეთ, რომ უკრაინაში, ბელორუსში, სხვა ქვეყნებში ეს არის ყველა ავტორიტარულ რეჟიმში, ეს არის რუსეთის, ასე ვთქვათ, სპეცსამსახურებში დაწერილი ეგრეთ წოდებული გაიდლაინი, რომელთაც მოქმედებს, ხო, რომ დაამძიმოს და წნეხი გაზარდოს აქეთ მხარეს, მაგრამ ამის პარალელურად წნეხი იქეთ მხარესაც იზრდება, იმიტომ რომ ივანიშვილის სანქცირება მის სახეზეც კარგად იკითხებოდა, ეს არ არის რაღაც მორიგი, ასე ვთქვათ, ადამიანის დასანქცირება, ეს არის დარტყმა იმ თავარ საყრდენში, რომელიც ამ რეჟიმს აქვს, ხო, რომელიც არის წყარო ამ, ასე ვთქვათ, რეჟიმის, არა? ხა რაზე ვსაუბრობთ? ხა ნიღბებს რო ვიმეორებ, ნიღბები კი არა, ჯარიმებს შევხედოთ, ხო, 15000 ლარიანი ჯარიმა, ხა ეს რომელი სტანდარტია, გეკითხებით, ხო? 15000 ლარი, ეს ისე აბრახუნებენ ამ ციფრებს, რომ გეგონებათ ეს იყოს ახლა მაგალითად ევროპულ დემოკრატიულ მიდგომაში არისო ჯარიმა თანაზომადი უნდა იყოს საშუალო შემოსავლის ქვეყანაში. ხო, არ შეიძლება რომ ჯარიმა პატიმრობაზე უარესი იყოს, მასზე უფრო მძიმე სასჯელად იყოს აქმული და დღეს ესია. მარტო ახლა არა, წინა შემთხვევაშიც მათ გაზარდეს ჯარიმები და ასე იყო, მაგრამ თავარი ნახეთ რა არის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ აუცილებლად მივალთ იმ ნიშნულამდე, როცა ახალი არჩევნები ჩაინიშნება. მაგრამ მე კვლავ კითხვა დადგება ამ არჩევნებისთვის როგორ მივდივართ, ხო? ანუ როგორ შევდივართ ამ არჩევნებში. თუ აი ნახეთ სამი სცენარია საბოლოო ჯამში, რო ვთქვათ. პირველი სცენარია, რომ ყველაზე მძიმე სცენარი ჩვენთვის, რომელსაც მე ნაკლებად წარმოვიდგენ საერთოდ, ეს არის, რომ გაიტანა თავისი, ვთქვათ, რეჟიმმა, იზოლაციაში მოახდინა ქვეყანა, ჩაკეტა საერთოდ საზღვრები და ნუ ცხოვრობთ ავტორიტარულ სისტემაში. საქართველოში ბელორუსიზაცია
შეუძლებელია თითქმის, მოდი ესე ვთქვათ, იმიტომ რომ აბსოლუტურად სხვა გარემოა, სხვა საზოგადოება, სხვა ასე ვთქვათ, თუნდაც დამოუკიდებლობის მოპოვების მერე სხვა გზა ჩვენ გავლილი, სხვა თაობა ახალგაზრდების, გაცილებით ინტეგრირებული ვართ ჩვენ დასავლეთთან, დემოკრატიის გემო ვიცით რა არის, გვინახავს სხვა ქვეყანაში მაინც სრულფასოვანი დემოკრატია თუ საქართველოში არა და ეს კონტაქტები ძალიან აქტიურია, ხო? მეორე რომ ამას ხელს უწყობს რომ რუსეთთან კონტაქტები ფაქტობრივად გაწყვეტილია ფიზიკური კონტაქტები. ეხლა მთავარი საკითხი კიდევ ერთხელ ვამბობ რა არის? აი დაინიშნა ხვალ არჩევნები, ხო? როგორ ვიღებთ ამ არჩევნებში მონაწილეობას? ისე ვიწყებთ, ხო, ანუ ისე ვიწყებთ რომ რაღაცა აი ერთად არ უნდა ვიყოთ ცალ-ცალკე ამ წესით, იმ წესით. მოდი გულწრფელად ვთქვათ, რომ ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ ბრძოლაში არის მონოლითური ერთიანობა. როდესაც ყველა რესურსს, ყველა ადამიანურ პირველ რიგში რესურსს ვაერთიანებთ იმისთვის, რომ მოვიშოროთ არადემოკრატიული ავტორიტარული ძალა და ამის შემდგომ დემოკრატიული მიმართულებით ვინგიშლის ხელსო პარტიების გავიდეს საზოგადოება კრიტიკული ამ კიდევ ერთხელ არა მხოლოდ პარტიები, ეს უნდა იყოს პარტიები, საზოგადოების წარმომადგენლები მე ვფიქრობ, ყველა ის ადამიანი, ვინც დღეს აქტიურია, მან ის უნდა იყოს წარმოდგენილი ამ პროცესში, რომ ადამიანი, ვინც მივა არჩევნებზე, მან ნახოს მისი წარმომადგენელი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ ჩვენ დავიწყებთ ისევ დაგსაქსვას, თუ ჩვენ დავიწყებთ ისევ ერთმანეთთან დაჭიდებას, ამით გავაძლიერებთ. თუ სუსითადაც ეს კოთი ატარებს ივანიშვილი ამ არჩევნებს. აი, მეორე სცენარი არის, რომ დანიშნა არჩევნები, გეტყვით, ღიად ვიტყვი, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება მივახციოთ გარკვეულ საარჩევნო ცვლილებებს, რომელზეც მაგალითად პრეზიდენტისთვის ჩვენ წარდგენილი გვაქვს ოპოზიციის საერთო შეჯერებული ვერსია, ის ახლა გადამუშავებაზე მუშაობს სამოქალაქო სექტორთან და დაგვიბრუნდება და გასაჯაროვდება ეს დოკუმენტი. მესამე სცენარი, ღიად ვთქვათ, ეს არის ტოტალური ჩამოშლა სისტემის, რა თქმა უნდა, ეს ყველაზე ასე ვთქვათ, კარგია, როდესაც უბრალოდ ღიად ვთქვათ, ივანიშვილი გარბის სისტემა აღარ არის და ასეთ შემთხვევაში დროებითი მექანიზმები არსებობს, რომელიც ატარებს არჩევნებს, რომელიც როგორც წესი ყველაზე დემოკრატიული არჩევნები არის ხოლმე, იმიტომ რომ არავის აქვს ხელთ რამე ინსტიტუციები ჩაგდებული და ასეთ ვითარებაში კი ბატონო, მე შეიძლება 2 ბლოკითაც გახვიდეს, 3 ბლოკითაც გახვიდეს, სხვადასხვა მექანიზმებით გახვიდე. მე დღეს პირდაპირ და ღიად ვამბობ, დღეის ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ მეორე სცენარისთვის. მესამე სცენარი, როდესაც სისტემა ჩამოიშლება ბოლომდე და გაიქცევა ივანიშვილი, კობახიძე სადღაც გარბის და ასე შემდეგ, ის მარტივია, იქ უკვე ფაქტობრივად ხელისუფლება აუცილებლად იცვლება და სხვა ვითარება. აი მეორე სცენარი, სადაც ის მაინც იღებს არჩევნებში მონაწილეობას და ცდილობს, რომ თავისი დიდძალი ფულით, თავისი დიდძალი რესურსებით და ნუ გავაკეთებთ ჩვენ ამ რესურსების, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებულ ტერმინი არის დაუნგრეიდი, ხო? ანუ როგორ თქვა? მიამიტურად ნუ მივუღებ. ნაკლებად ნუ შევაფასებთ. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე ჩემს როლს პირადად, ხო, ამაში ვხედავ და ვისაც ხვდები, აი დღეს დაახლოებით 5 შეხვედრა მქონდა, ხო, გუშინაც, აი ხაც აქე და რუსთაველზე მივდივარ, ვისაც დაველაპარაკები. ხო, ყველას ვეუბნები, რომ აი ეს დიდი მონოლითური ერთიანობაა გასაკეთებელი, რომ თუ მეორე სცენარით მიდის, რომლის ალბათობა ძალიან მაღალია, ჩვენ უკვე მზად დავხვდეთ ამ მეორე სცენარს, რომ 2 თვის ვადაში ჩაანიშნული ახალი არჩევნები გამოცხადებიდან, ხო, ანუ უფრო ადრე ვერ ჩაინიშნება ფიზიკურად, არა? 2 თვის ვადაში ჩაანიშნულ არჩევნებში გარანტირებული ვიყოთ, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ. ეს ჩვენ თუ მომგები, გამარჯვების მომტანი ფორმულა არ წარმოადგინეთ, მე ისევ შეიძლება ღიად ვიტყვი ამასაც, კაცო, იმას რა ქვია, სერბეთის სცენარი შეიძლება იყოს, ხო? ხალხმა მიიღო ახალი არჩევნები და იმ ახალ არჩევნებში ისევ გაიმარჯვა, ასე ვთქვათ, იქ არსებულმა რეჟიმმა. ჩვენ ამისთვის მზად მიიტაცა. ასე ვიტყოდი მე. ბატონო გიორგი, აქ მინდა კითხოთ ასეთი რამ, თქვენ ახსენეთ სისტემის ჩამოშლა, ეს ახსენა სხვა შორის რეჟიმის ჩამოშლა სალომე ზურაბიშვილმაც, მაგრამ ვიდრე ივანიშვილი გაიქცევა და მას სისტემა დაემხობა თავზე, ხო, რა თქმა უნდა, ის ეცლება, რომ შეინარჩუნოს ეს ყიფე პოლიტიკური შედეგი და დანიშნოს ახალი არჩევნები, თუ ის ამაზე მიდის. სისტემის ჩამონგრევის ნიშნებს ატყობთ თუ არა? იგივე შაიშმელაშვილის ინტერვიუ, რომელიც ჩვენ ნახეთ და დღეს საკადრო ცვლილება თადუმაძე უზენაესი სასამართლოდან გადაყვანილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ. ერთი რამ ცხადია, ეს არის ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი, თუმცა შინაგან საქმეთა მინისტრის ნდობით აღჭურვილი პირია ივანიშვილის. რას ემსახურება თქვენი აზრით ეს
ცვლილება. ხო, არ ვიცი ხა კონკრეტულად ეს ცვლილება რას ემსახურება, თუმცა ერთი რამ დასკვნა შეიძლება გავაკეთოთ, რომ მარტივად არ არის საქმე და რთულად არის საქმე სისტემის შიგნით, ხო? ბევრი უკმაყოფილოა, ბევრი ერთმანეთს აბრალებს. მე ზუსტად ვიცი ხა მაგალითად, რომ კობახიძისკენ ძალიან ბევრი იშვერს ხელს, რომ მას შეაწმინდოს ეს პრობლემები. ეს ბიზნესმენებთან შეხვედრაზეც გამოჩნდა ამის ნიშანი. მას შეაწმინდოს ასე ვთქვათ პრობლემები, მაგრამ თავი ამ ყველა საწყისი და ამ პრობლემის ეხლა თავის თავს ნუ მოატყუებენ თქვენი ეთერით, თქვენ არის ბიძინა ივანიშვილი ხა. სხვას ნუ დააბრალებენ ეხლა, ხო, ხა კობახიძე თვითონ ხო არ იღებს გადაწყვეტილებას, ივანიშვილი იღებს გადაწყვეტილებას, რომელსაც აღასრულებს კობახიძე. უბრალოდ კობახიძე ყველაზე ასე ვთქვათ წარმოუხრელი მატყუარაა, ხო? ამ შემთხვევაში შეიძლება სხვას უფრო გაჭირვებოდა ასე მოეტყუებინა და ასე ვთქვათ წარმოუხრელად შეესრულებინა ყველა დავალება და რაღაცა წინააღმდეგობა შეიძლება და გაეწია, მაგრამ ეს რეალობა არის. რა თქმა უნდა, ბზარების სისტემის შიგნით არის ეს შაიშმელაშვილის თუ სხვა საპატრულო პოლიციის წარმომადგენლების თუ სხვა სისტემის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მოდით შევაფასოთ მეორე და მესამე სცენარი. მეორე სცენარი ვთქვით ჩვენ, რომ არის სცენარი, როდესაც ინიშნება არჩევნები და კვლავ იღებს ქართული ოცნება მონაწილეობას ამ არჩევნებში. მესამე სცენარი არის, რომ უბრალოდ ჩამოიშლებიან და გარბიან. მესამე სცენარი იცოდეთ, რომ ჩვენ საკმაოდ ეკონომიკურად ძვირი დაგვიჯდება რა, ძალიან ძვირი დაჯდება, იმიტომ რომ ძალიან მძიმედ აისახება აქამდე თუ დაგვჭირდა მისვლა, ხო, ძალიან მძიმედ აისახება მოქალაქეებზე. მე ამიტომ მათაც ვეუბნები ქართულ ოცნებას, თქვენთვისაც უკეთესი სცენარი არის მეორე სცენარი, იმიტომ რომ არ გაგიوات არც ერთ შემთხვევაში, რომ ამ ქვეყანაში ხა როგორც თქვენ გინდათ, ისე იყოს, იმდენად გაიშალა პროტესტი, იმდენად ფართოწრე ადამიანების არის ამაში ჩართული, რომ აქ ფაქტობრივად მე ვერც კი უშვებ იმის ალბათობას, რომ რამენაირად ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვოს. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ გვჭირდება მეტი ერთიანობა, ჩვენ გვჭირდება მეტი პროტესტი, ჩვენ გვჭირდება მეტი სანქციები, ანუ მეტი მხარდაჭერა საერთაშორისო ძალიან პროცესები წავიდა ისე, როგორც ივანიშვილი არ ისურვებდა მინიმუმ ელოდა თუ არა და ატყუებდა თავის ამორჩეველს, ეს მეორე საკითხია. 20 იანვარით არიღად გამოცხადებული, რომ ტრამპი რომ მოვა პრეზიდენტად მის ინაუგურაციის შემდგომ ყველაფერი დაალაგდებაო. მისი ინტერვიუ არჩევნებამდე, როცა მან უთხრა თავის ამორჩეველს, რომ დავიჭერ კაცო ყველა არჩევნების მერე შეიძლება ამორჩეველსაც, ხო? რაღაცნაირად ესეთი განცდები რჩებოდა მისი განმარტებების შემდგომ და რაც თავია დავალაგებ შეერთებულ შტატებთან, რომ ელჩს უკვე ვესაუბრე. ელჩთან საუბარი უკან დარჩა და შევხვდები არჩევნების შემდგომო, ახლა რა შეცვლის ელჩთან შეხვედრა მისთვის ნაკლებად სავარაუდოა, თუ ის არ წავა დათმობაზე მინიმუმ. შესაბამისად, უნდა ვიკითხო ასეთი რამ. მოკლევადიანი გადაგორებების სცენარშია ივანიშვილი, რაღაცა 20 იანვარი დაპირდა საკუთარ ამორჩეველს თუ ვინ მხარდამჭერებს თუ უკვე შევდომებს და დაპირებაც უკვე სანახევროა, იმიტომ რომ თვითონ წავიდნენ ამის წინააღმდეგ, ანუ ამზადებენ ახლა ფონდს 21 დაუნგრეიდი გაუკეთეს მოლოდინებს, როგორც თქვენ თქვიცეღან, ხო? ამ ინაუგურაციაზე მიწვეულია სალომე ზურაბიშვილი და არსად ჩანს ყაველაშვილი, 1000 განმარტებები მოიფიქრეს მერე, მაგრამ 20-ის მერე რამე იცვლება? არაფერი არ იცვლება და მე ვფიქრობ, რომ რესპუბლიკელების ასე ვთქვათ ადმინისტრაცია გაცილებით ეფექტური და აქტიური იქნება, როგორც ხო დროზე გავიდეს შედეგზე და ის საკადრო დანიშვნები, რაც არის დონალდ ტრამპის მხრიდან ამას მიუთითებს, მაგრამ მე მინდა საზოგადოებას უთხრა, ფუნდამენტურად რატო ვერ მოხდება თანხვედრა ივანიშვილსა და თუნდაც ტრამპის ადმინისტრაციას შორის. ნახეთ, ამერიკისთვის ერთ-ერთი განსაზღვრელი საგარეო პოლიტიკაში პარტნიორობის თვალსაჩინით ვამბობ, ხო? არის დემოკრატია, ხო? ანუ არის შენი ქვეყანა დემოკრატიული თუ არ არის დემოკრატიული. თუ ქვეყანა არ არის დემოკრატიული, ის პარტნიორი ვერ არის, ხო? და ჩვენ ვიცით, რომ სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერებულია, ვერ აღდგება ეს პარტნიორობა, სადამ საქართველოში არ დაუბრუნდება დემოკრატიული განვითარების გზას. ეხლა როცა პუტინთან საუბარზე საუბრობს ტრამპი, ან საუბრობს თუნდაც სხვებთან იქ არ მიდის როგორც პარტნიორთან სასაუბროთ, იქ მიდის როგორც მტერთან სასაუბროთ, ხო? ამიტომ ეს ილუზია, რომელსაც ეხლა ქართული ოცნება ქმნის, რომ თქვათ ტრამპი იმის გამო რომ პუტინს დაელაპარაკება, ამიტომ დაელაპარაკება ივანიშვილსაც, ხო? ეს არის აბსოლუტურად ასე ვთქვათ მცდარ შინაარსზე აგებული, ხო? იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ამერიკასთან საუბრობთ როგორც სტრატეგიული პარტნიორები. ჩვენ ამერიკასთან არ ვსაუბრობთ მტრის ენით, ხო? არ ვესაუბრებით, რომ თქვათ ამერიკა ჩვენი მტერია, ან საქართველოს თulis ის მტრად და ასე ვთქვათ ამ პირობებში რაღაც შეიძლება გადაიტვირთოს. საუბარი არის რომ სტრატეგიული
პარტნიორობა აღდგება თუ არ აღდგება. სანამ საქართველოში დემოკრატიულ საქართველოს არ დაუბრუნდება დემოკრატიული განვითარების გზა, სტრატეგიული პარტნიორობა ვერ აღდგება. შესაბამისად, ფუნდამენტშივე მცდარია ყველა დასკვნა, რასაც აკეთებს, უпроსტად თვითონაც კარგად იციან, მაგრამ ეს სიყალბეები, რასაც ისინი უშვებენ, ფუნდამენტშივე მცდარია, ხო? აბსოლუტურად რა. აქედან გამომდინარე, ჩვენ რას უნდა ველოდოთ? უნდა ველოდეთ, რომ ტრამპი როგორც უფრო სწრაფი გადაწყვეტილების მომხრე, ასე ვთქვათ, თვითონ პერსონა და ადამიანი, გაცილებით აქტიური და სწრაფი იქნება გადაწყვეტილებებში. ამიტომა რომ ფიქრობ ჯო ვილსონი მაგალითად ასეთი აქტიურია, ამიტომა რომ თუნდაც საქციების კომპონენტი ასე გააქტიურდა, იმიტომ რომ ამ გარდამავალ პერიოდში ყოველთვის არის ეს სანქციები, ასე ვთქვათ, არის ძველი და ახალი ადმინისტრაციის შეთანხმებული პოზიცია და ახალ ადმინისტრაციას ვინ შემოდის, ასე ვთქვათ, ხელისუფლებაში, მას აქვს გადამწყვეტი სიტყვა ნებისმიერი საგარეო პოლიტიკური ნაბიჯის დროს რა. აი ამ ვითარებაში ვარ ჩვენ. მე რას ველოდები? მე ველოდები იმას, რომ და კიდე ახლა დღეს გამოვიდნენ სხვა შორის ამას უნდა თქვა, რომ ესო სალომე ზურაბიშვილიო ჯო ვილსონმა მიიწვიაო, თორე ტრამპმა კი არ მიიწვიაო. ეხლა ესეთი სისულელის საუბარი ხარ, ნუ ვის ინაუგურაციაზე მიდის? ტრამპის ინაუგურაციაზე მიდის, მაგრამ ნუ ეხლა 1000-ნაირი ტყუილი შეუძლია მოიგონოს, ტყუილების მეტი არც არაფერზე დგას დღეს ის ყალბი პროპაგანდა, რომელზეც ქართული ოცნება არის, ხო? შესაბამისად თვითონ ეს ნაბიჯი, რომ მე ვაპირებ ვესაუბრო სალომე ზურაბიშვილს, ხო? ეს ნიშნავს, რომ ვაპირებ ვესაუბრო ლეგიტიმურ ხელისუფალს, ანუ ვაპირებ ლეგიტიმურ წარმომადგენელს ვესაუბრო და მას ვეპატიჟები მე ინაუგურაციაზე და არა თვითმარქვია რეჟიმის წარმომადგენლებს, ცალსახადზე ეხა დიპლომატიურ ურთიერთობებში და სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებში ეს არის ყველაზე მაღალი გზავნილი თუ რა პოზიციაზე შეიძლება იყოს 20-ის შემდგომ. ამიტომა რომ მათ დაიწყეს უკვე საუბარი იმაზე, რომ ხა ტრამპზე ზედმეტად ნუ დავამყარებთ იმედებს, იმიტომ რომ ჩამოწიეს ეხა ეს ტრამპის ეს თეორია ჭირდებოდა დეკემბრის მანძილზე, როცა ძალიან აქტიური იყო პროცესი, რომ შეენარჩუნებინათ თავისი მხარდაჭერები. ეხა ისინი ძიებაში არიან რა მოიგონონ ახალი 20 იანვრის შემდგომ ახალი სატყუ არა, რომ ხალხს კიდე რაღაცა სიბნელე მიაწოდონ, რომელიც ყავთ მოჯადოებული ამ დეზინფორმაციულ სისტემაში, რომ იქ იყოს. და მთავარი ხო? მთავარი ხალხო, ივანიშვილმა დაპირებული მშვიდობის ნაცვლად ქაოსი და არეულობა მოიტანა. არა, ქვეყანა ვერ დაწყნარდება, სანამ ეს ქაოსი, რატო ვერ დაწყნარდება, იცით? სასამართლოში რომ მივდივარ, სიტყვაზე ვთქვა და ის ახალგაზრდა ბიჭები რო არიან, ეხლა ციხეში რო ყავთ გამოკეტილი. კაცო, ხო არსებობს რამე სტანდარტი მაინც მტკიცებულების, რა? მტკიცებულება არ არის, ჩვენება არ არის, არც ვიდეო არ არის და უბრალოდ შტამპზე ადებს სასამართლო და სვავს ციხეში. მაგალითს ვამბობ, ხო? 15000 ლარი ჯარიმაო. ამაზეც ხო არსებობს რაღაცა წესი და სტანდარტი. ესე ხო არ შეიძლება, ხვალ შეიძლება თქვას, რომ 1.5 მილიონია და ბატონო გიორგი, რომ რუსული სტანდარტით მიდიან, მათ შეცვალეს კურსი და პრინციპში არაფერი აღარ უნდა გაგვიკვირდეს ალბათ. ეს არის რეჟიმი, რომელიც უფრო და უფრო დამძიმდება, როგორც ყველა ავტორიტარული სისტემა დიდი ალბათობით. ამ მხარეს, საზოგადოების მხარეს, ხომ არ ფიქრობთ, რომ მოსაფიქრებელია კიდევ რამე უფრო აქტიური მექანიზმი იმისთვის, რომ ივანიშვილმა კიდევ უფრო მეტად იგრძნოს ეს ზეწოლა და გარდა ამისა, ის კი არის დასანქცირებული აღმასრულებელი განკარგულების მიერ, ასე ვთქვათ, ხაზინის სანქციებით, მაგრამ მას შესაძლოა წინ კონდეს მაგნიცკის სანქციები. ფიქრობთ, რომ ესეც მისთვის რაღაცა ლავირების კი, მე ვფიქრობ, რომ ეს ამერიკისგან ტაქტიკური ნაბიჯია, ანუ ასე ვთქვათ, პირველი ნაბიჯი გადადგმულია, მას უთხრეს, რომ არანაირი მორიდება არ გვექნება იმის გამო, რომ შენ რაღაცა დე ფაქტო აკონტროლებ ძალაუფლებას საქართველოში. ახლა დაფიქრდი, ხო? არ დაფიქრდები, კიდევ უფრო მძაფრი იქნება. შეეხება მაგნიცკის სიაშიც იქნები, მთელ შენ ბიზნესაც, ოჯახსაც, შენს გარშემო ბიზნესმენებს. ეხლა დღეს ხუმრობით იყო თუ არ ვიცი, სერიოზულად რომ აღარ პასუხობენ მის ტელეფონს, კი, ეხლა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა და საუბარი პოტენციურ სანქციების რისკში მოხვედრას, სიაში მოხვედრას ნიშნავს. არავის არ უნდა ეხლა რაც არ უნდა დიდძალი ქონება აშოვნინა მის გარშემო მყოფ ადამიანებს. ის ქონება იმიტომ უნდათ რომ დახარჯონ, ხო სწორია? და თუ ვერაფერში ვერ გამოიყენეს ეს ქონება და ასე ვთქვათ, დაულპა ის უბედური ფული, რომელიც ხალხის ხარჯზე აქვს, სადღაც მოპარული ადამიანს, მაშინ რა აზრი აქვს ხო იმ ფულსა რა? ეხლა კიდე ერთხელ ეხლა ფაქტობრივად ივანიშვილი რასაც აკეთებს, სამარეს ითხრეს თავის ხელით და ამ სამარეში უნდა რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაიყოლოს, ხო? გომელაურს ხო ეგ გაუკეთა. მოდი ღია თქვათ ეხლა გომელაური არის მისი ერთგული ადამიანი. მოდი ესე შევხედოთ რა. აი ერთგული ადამიანია მისი გომელაური.
გაუშვა დანიშნა შინაგან საქმეთა მინისტრად. მანამდე სატყავდა, ხო, სუსის ხელმძღვანელი იყო, შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნა. გაუბედურა ეს ადამიანი. ნუ ვიცე-პრემიერა დააწინაურა ხა ბატონო გიორგი არ არის. მე ესევე არ უყურებ ხა. არა, მე მეცინება რა მაგნიცკის სიაში კაცი მოხდა და ვიცე-პრემიერობით წახალის თვითონ. ოჯახი გაუბედურა კაცი ხა. მოდი ეს ღია ვთქვა, შეიძლება ამ ადამიანმა ვერ წინააღმდეგობა გაუწია, არ აღმოაჩნდა ის მორალური საწყისები, რომ წინააღმდეგობა დანაშაულის შესრულებისთვის მას ეკნა რა ქვია, ხო ეხა, მაგრამ თვითონ ეხა გომელაური არის ინიციატორი, რომ ხალხს თავპირი დაამტრიოს. მე ამას ეხა ანუ ვერ დავიჯერებ კი არ ვიტყვი. არ იქნება სწორი დასკვნა, ხო? პასუხისგებელია. სწორი დასკვნა, არა, ის პასუხისგებელია ხა შინაგან საქმეთა მინისტრი ქვია, ხო, ამ თვითმარქვია რეჟიმში რა, მაგრამ მე სხვა რამეს ვამბობ რა, რომ გაუბედურა ეს კაცი. ანუ აიყვანა, წაიყვანა, დანიშნა შინაგან საქმეთა მინისტრად და უცებ ისეთი ბომბი ესროლა, ხო და გაუბედურა, გაანადგურა. დასრულ ადამიანზე, რომელიც მისი გარემოცვის წევრია და ის იღებს გადაწყვეტილებებს, ახლა ძალით ვერაფერს ვერ გაგიკეთებს. სხვა რამეს ვამბობ, რომ ის ადამიანები, რომელიც მას მოყვება სიტყვაზე თქვა 20 წელია თუ 25 წელია, ხო? ყველა ის ადამიანი ეხა გომელაურის მერე ხო ფიქრობს, რომ ბიჭო, კი ეხლა დამაყენე გზაზე, რაღაცა გამიკეთე, ვიყავი შენი ერთგული, მაგრამ ზღვარი ხო აქვს ეხა კაცო, სანქციები მაგნიცკის სიიდან შეტანილი ბევრი გვინახავს, მაგრამ გამოტანილი იქედან არავინ არ უნახავს, ხო არავის რა. ანუ ახლა კითხვა დგას სხვა ადამიანებშიც, რომ ისინიც უნდათ რომ ესე გააუბედურონ. ამას არ ჯეროდა სხვათა შორის სანქციები არ იქნებაო ეძახდნენ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ნახეთ როგორ იყო, აი შევხედოთ რა ამერიკის მოქმედებას პირველი დაასანქცირეს ჯერ გომელაური. ამით გზავნილი გაუგზავნეს ივანიშვილს, რომ შენს ახლოს ხარ, ხო? მერე ამის შემდგომ სალომე ზურაბიშვილს ძალიან კარგი სწორი სვლა ჰქონდა, ხო? რომ მან ერთკვირიანი ვადა მისცა, რომ დავსხდეთ რა და ახალი არჩევნების თარიღი და შინაარსი მოვილაპარაკოთ. ამაზეც სიცილი, ასე ვთქვათ, არასერიოზული დამოკიდებულება ქართული ოცნების მხრიდან რა მოხდა? დასანქცირდა ივანიშვილი. რაც უფრო მეტად გააგრძელებს ნორმალური პროცესისთვის უარის თქმას ივანიშვილი, მით უფრო მძიმე იქნება მისი და მისი გარემოცვის ხედვი. გარემოცვაში გულისხმობ როგორც პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, დავალების შემსრულებლებს, ასევე ბიზნეს პარტნიორებს, ვისაც ფული აკეთებინა, ვისაც შავდავალებებს აძლევს, ვისთან ერთადაც შავფულს იყოფს, ყველა ადამიანს გულისხმობ, ხო? ამიტომ ფაქტობრივად ივანიშვილი ახლა მარტო ჩვენი მტერი კი არა, ყველა მის გარემოცვაში მყოფი ადამიანის მტერი გახდა. იმიტომ რომ ფაქტობრივად როგორც გომელაური აფეთქდა, ასეთივე აფეთქება ელოდება ყველა ადამიანს მის გარშემო, ყველა ადამიანს რა და ეს უნდა გაიაზროს ყველამ და რაც თავარია ეს აფეთქებები მოხდება გაცილებით სწრაფად თუ ჩვენ სწრაფად შევქმნით ერთიან მონოლითურ ფრონტს. მერწმუნეთ, ნაბიჯები უცხოეთიდან იქნება სწრაფი, პროტესტიც იქნება ძალიან მყარი. პარტნიორები გეუბნებიან ამ წინადადებზე მოკლედ რომ მითხრათ. მოდი თქვენ ეთერში რომ მოვლენ, ყველას დავუსვით ეს კითხვა. ასე მირჩევნია. სტუმარი ზურა ჯაფარიძეა კოალიციას შორის ვიცი რასაც გეტყვით. აქციიდან გვერდება ის და ვკითხავ არ არის პრობლემა. ბევრ სხვასაც ასე თქვა დავუსვათ ეს. ჯობია რომ კადრს მიღმაც დასვათ ეს კითხვები და ჩვენ მერე შეჯერებული პოზიციაც გვიხრათ. კადრს მიღმა ხა ზურამაც იცის, გვისაუბრია, მისაუბრია ყველასთან, არ ვიცი, თითქმის არ დამიტოვებია ადამიანი, ვისთანაც ეს აზრი არ გამიზარება. ახლა მნიშვნელოვანია მეტი ერთიანობა, მეტი რომელიც მოიტანს მეტ პროტესტს და მოიტანს, ნუ ზოგი სხვაგვარად ფიქრობს, მაგრამ იმედი მაქვს რომ საბოლოო ჯამში დაგვეთანხმებიან და მე ღიად ვიტყვი რომ გადამწყვეტი როლი ახლა სალომე ზურაბიშვილს აქვს ამ ყველაფერში. ხო, მე მზად ვარ რომ აი მე ნახეთ რეისთვის ვარ მზად რომ აი ეს ერთიანობა ოღონდ შედგეს და რა როლიც მექნება სულ თუ გადაწყვეტე რომ მე როლი არ უნდა მქონდეს და წავიდე და გარედან რაღაცა ვაკეთო, ხო? მაინც ასე ამისთვისაც მზად ვარ. ოღონდ ეს დიდი ერთიანობა შედგეს. ეს არის ახლა ჩემი აზრით გადამწყვეტი მნიშვნელობის იმისთვის, რომ საბოლოო გამარჯვება სწრაფად დავაყენო.